საღამოშვიდობის მეგობრებო, პირდაპირ გქონდა და გაითიშა და იმედია რომ ეხლა მაინც მომეცემა საშუალება ორიოდე სიტყვის თქმის. ზოგადად ჩემი გვერდი შეზღუდული არის თითქმის 80% და ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მეუბნება რომ თუ სპეციალურად არ შემოვიდა ვერ ხედავენ და კიდევ სხვა მრავალი შეზღუდვები აქვს, ასე რომ ვთქვა, მაგრამ არა უშავს როგორც არის ჩვენი 21 საუკუნის განსაკუთრებული დემოკრატიის პირობებში გესმის რომ სხვანაირად არ იქნება. ეხლა რაზე მინდა ვისაუბრო? მე მინდა ვისაუბრო დღევანდელი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი სენი, რაც არის არა მარტო საქართველოს ზოგადად საზოგადოების სამყაროს და საქართველოშიც. ამას ქვია უგულისხმობა, უგულობა, სხვის სიჭირის გულთან არ მიტანა, გულქვობა, რაც გინდა ის დავარქვათ. რომელიც არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ეს არის ღმერთის მიმართაც და ადამიანის მიმართაც და ზოგადად ყველას მიმართაც. ანუ, როდესაც რაღაცა ხდება, რაღაცა განსაცდელია ვიღაცის თავს, ქვეყნის თავს და ადამიანები არიან გაყუჩებულები, აი ფეჩთან რო კნუტი გაყუჩდება, აი ესე კნუტებივით და ვითომაც მას არ ეხება არაფერი, აი გარშემო მის მეზობლად, მის ქალაქში, მის სოფელში, მის ქუჩაში, რა ვიცი, სადმე რომ რაღაცა ესეთი მოხდეს, ვიღაცა ცეცხლი უკიდია, ვიღაცა წყალში იხჩება. ეს თუ მისი პირადი ნათესავი არის, ან ბიძაშვილი, ან ძმა, ან და შეიძლება იმასაც არ მიეხმაროს, არის ესე გაყუჩებული წყნარად, ფეჩთან მოკალათებული კნუტივით და არ მოქმედებს. ასევე, როდესაც არის ღმერთისგან მოწოდება, რომ მოვედით ჩემთან ყოველი მააშვრალი და მე ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ უფალი ბრძანებს. ხო, ანუ გვინდა გადარჩენა ვითომ, მაგრამ ღმერთთან მისვლა არავის არ გვინდა, ჩემო კარგებო. აი ეხა ეს როგორც გითხარით, არ ეხება მარტო ჩვენ ქვეყანას, ეს მთელი სამყაროს პრობლემაა, უკვე საზოგადოების პრობლემა არის, სიყვარულის ნაკლებობა, გაქვავება, ადამიანებს გულები გაუქვავდათ ერთმანეთის მიმართ, ღმერთის მიმართ და პირობით და ფორმალური გახდა და დარჩა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ. ადამიანები მხოლოდ ფიქრობენ და ცდილობენ იმას, რაც მეტი შევჭამო, მეტი დავლიო და ხვალე დაუშვათ ჩემმა შვილმა რაც უფრო მეტი ჩაიცვას და მეტი თბილი კურტკა ქონდეს რაღაცა ეგეთი და იმის გარშემო თუ კი ქვეყანა ინგრევა, თუ კი გაგიყიდე შენი წინაპართა სისხლით მორწყული მიწა, ეს არ გადარდებს, არ განავლებს, არაფერს არ ნიშნავს საერთოდ და ხარ ასე შენთვის. მაგრამ ეს ადამიანებს მინდა უთხრა, რომ ადრე თუ გვიან მათ კარებზეც დაუკაკუნებენ და აუცილებლად პირადად მათაც შეეხებათ ეს პრობლემა და განსაცდელი, რა პრობლემის გამოც თვითონ თავი არ შეიწუხეს. აი ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენ ქვეყანაში მაგალითად არის ის, რომ ვიძახით, ვამბობთ, გადაგებთ, ყვირით, ზარებს ვრეკავთ, ასე რომ ვთქვათ, რომ ქვეყანა იყიდება, იქ არაბები, იქ პაკისტანელები, იქ ირანელები, 1000 უბედურება არის და ამაზე მაინც ხმის ამოღები არავინ არ არის, არა უშავს, თავარია სიმშვიდე იყოს, თავარია რომ ომი არ არის და თავარია რომ სახში რაღაცა 200 ლარი მივიტანე, რომელიც მომცეს სამათხოვროდ. და ის რომ საშინელება და ტრაგედია ხდება, ამაზე არავინ არ ამბობს და არ უნდა ამაზე ლაპარაკი. ურჩევია ტკბილის ზღაპრების მოსმენა. რამდენიმე დღის წინ დაიდო სტატისტიკა, რომ სამწუხარო მოვლენა არის რაღაცა პერიოდში, ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირობითად ვთქვათ 3 თუ 4 თუ 6 თვის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა გადაამეტა, ანუ 5000 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ეს არის ტრაგედია, როდესაც ჩვენი ხელისუფლება გამოდის და გვეუბნება, რომ
ვითარდებით და ეკონომიურად, ვითარდებით დემოკრატიის დონე გაიზარდა და ასე შემდეგ და სინამდვილეში კი არ ვითარდებით, ერი გადის ემიგრაციაში. გაჭირვებული სოციალური დონე არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გაჭირვებულების. აი პირდაპირ გეტყვით ახლა რაღაცა ერთი წამალი პირობითად, რომელიც მე მჭირდება, არ აქვს ახლა მნიშვნელობა რა როგორ და რანაირად და რომლის შეძენის შესაძლებლობაც არ მაქვს ახლა, იმიტომ რომ ერთი თვის განმავლობაში რო ვიყიდო ღირს, როგორც აქ მითხრეს 200 ლარი, ერთი თვის ნორმა და იგივე წამალი საფრანგეთში თუ გინდაც იგივე თურქეთში თუ იგივე საბერძნეთში ღირს 30 ჯერ ნაკლები, ანუ 5, 6, 10, 15 ევრო, 30 ევრო. გესმით რა ხდება, რამხელა კორუფციასთან გვაქვს საქმე. ეს მარტო ერთ წამალზე მაქვს ლაპარაკი. და დანარჩენი ამის იქით კიდე რამდენი უბედურება ხდება. ხო? ანუ ის რომ მიწები იყიდება და ანუ გაჩვენდიო ამაზე როგორ უნდა გავჩვენდეთ, აი რა უნდა გავაკეთოთ. ვიღაცები ამბობენ პოლიტიკაში კი არ ვერევით კაცო. ის რაც ერთს ეხება, ის ყველას ეხება და რაც ყველას ეხება ერთს ეხება. ეს არის ნორმალური საზოგადოება, თუ გინდათ რომ ქრისტიანები გვერქვას და თუ გინდა რომ საზოგადოება გვერქვას საერთოდ. ეს არის სწორი და მართალი. და როცა ესე არ არის და როცა შენ ამბობ რაღაცაზე რომ ის ჩემი საქმე არ არის, ზუსტადაც შენი საქმეა. ოღონდ სწორი და მართალი პოზიცია უნდა დაიკავო და დაიჭირო. ეს არის სწორი. აი ზუსტად ამ ლიბერალური მიდგომებით და ლიბერალური იდეოლოგიის მოხვევით არის რომ საზოგადოება გაიხსნა. ზუსტად აი ეს არის ადამიანების თვალებში ნაცრი შეყრით, რომ ადამიანები ვეღარ იგებენ სათეთრია, საჩავია, საიწავიდნენ რა გააკეთონ. და როგორც გითხარით, ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ეს არის გლობალური სისტემა, რომელიც ვიცით საითკენაც მიდის და რითიც დამთავრდება, გლობალისტების მთავარი იდეა არის, რომ სამყარო უნდა იყოს წაიყვანონ ერთი მმართველობისკენ და ბოლოს მოვიდეს ანტიქრისტე, რომელიც სამყაროს მართავს. ეს მიგრანტების შემოსვლა, ზოგადად არეულობები ქვეყნებში და ეს ყველაფერი ემსახურება მაგ იდეას. კარგად ვხედავთ, რაც ხდება ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ანუ მუსულმანების, თუ გინდაც აფრიკელები, აზიელების შესვლა და იქ კომპაქტურად ჩასახლება მასიურად რაები ხდება ეს მიგრანტები, რა ებშრობიან, იქ კარგად ვხედავთ ჩვენ. და ის რომ ჩვენ ამაზე თავი დავხაროთ და ვაიმე არაფერი არ ხდება, ეს არის სირაქლემას პოზიცია, რომელსაც ბოლოს თავის დაჭრა არ აცდება. რაც ხდება ევროპაში, რაც ხდება სხვა ბევრ ქვეყანაში, იგივე მოხდება აქაც და მით უმეტეს ტრაგიკული იქნება ეს ჩვენაირი პატარა ქვეყნისათვის რა. აუცილებლად უნდა გულისხმახოთ, აუცილებლად უნდა გაიგოს თითოეულმა ადამიანმა, რომ ამაზე ნელთბილი პოზიციის დაკავება და აი ეს მე არ მეხება და ამას ვიღაცა მოაგვარებს, ეს ესე არ იქნება და აუცილებლად შენ გეხება და აუცილებლად შენ ახარ დამნაშავე, როდესაც შენ ამას გაატარებ და აი მოდი ოღონდ კი აი რაღაცა ხელფასი ავიღო და სამსახურის გამო მასწავლებლებს განსაკუთრებით ეხება და კიდე ყველა იმ საზოგადოებრივ დაწესებულებებში ვინც ხართ დასაქმებულები და მე ვიცი რომ თქვენ დაგაძალებენ არჩევნებში ხმის მიცემა სამთავრობო ლოჟებიდან აუცილებლად იცოდეთ რომ ყველა იმ დანაშაულში თქვენც ხართ თანამონაწილენი რა დანაშაულებებსაც სახელმწიფოში ჩადიან. Ну იმ ტყუილებს და ზღაპრებს რო გელაპარაკებიან და გიყვებიან ხო ერთი არის, მაგრამ ის დანაშაულებებია, რომელიც რაც ჩამოთვალე, ძალიან მცირედ მიგრანტებს შევეხე ხა და ემიგრაციას. აუცილებლად ყველას ეხება და ვინც ამბობთ რომ მე არ მეხება, ეს არის უგულისხმობა, ტყუილი, გეხებათ და მე პირდაპირ ვიტყვი რომ ხელისუფალზე მეტად დამნაშავე არის ის ადამიანი, ვინც ამ ხელისუფალს ლეგიტიმაციას გაუკეთებს. და ეხლა ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან, აი ამერიკაში მოხდა საშინელი მკვლელობა, ორი მკვლელობა მოხდა, ერთი ის ჩარლი კირკი რო გარდაიცვალა, ტრაგედია არის, საშინელება არის და მეორე კიდე უკრაინელი გოგონა ნახეთ როგორ საშინლად ასე რო ვთქვათ, თავისთვის იჯდა და მივიდა და ის არანორმალური, შეპყრობილი, ფსიქიურად არამდგრად მდგომარეობაში ყოფი ადამიანი მივიდა და კლავს იმ ადამიანს. თავისთავად ორივე დასაგმობია და ორივე ტრაგედია და გული მოგიკვდება ადამიანს, ესეთი რაღაცა რო ხდება, მაგრამ აი მე პირდაპირ ვიტყვი რომ თანამონაწილე არის მოსამართლე, რომელმაც ამ დანაშაულის და უფრო მეტი წილი მოსამართლეზე არის ვიდრე იმ ადამიანზე, ვინც ეს გოგო მოკლა.
იმიტომ რომ მე-14 თუ მე-13 ის ქონდა ნასამართლეობა და გამოუშვეს პირობითით. ანუ როდესაც შენ იცი რომ პოტენციურად აი ეს ადამიანი არის მკვლელი და 1000 უბედურება აქვს ჩადენილი და ამას შენ გამართლებ, აუცილებლად ის დანაშაული შენზეც არის და მე ვთვლი რომ უფრო მეტი წილი მასზე არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი თავისთავად დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს, მაგრამ არანაკლებ და უფრო მეტად დამნაშავეა ის მოსამართლე, რომელმაც გამოუშვა და ესე თავისუფლად დადიოდა ქუჩაში. ანუ, როდესაც სამართალი არ აღესრულება და უსამართლობა ხდება და შენ ამ უსამართლობაში ხელი შემწყობი ხარ, შენც თანამონაწილე ხარ იმ დანაშაულის, რაც იქ მოხდა. აი ეს მოსამართლეზე რაც თქვი, იგივე ეს ვიძახი აქაც. ანუ, როდესაც ხედავ რომ ხელისუფლება გიყიდის სამშობლოს, არაბული სოფლები შენდება, როდესაც ხედავ რომ აი 1000 უბედურება ხდება, დაღლილი ვარ უკვე მაგაზზე ლაპარაკი და მაგებზე აღარ მინდა, ძალიან კარგად იცით რაც ხდება და შენ ამაზე თვალებს დახუჭავ და ვითომც არაფერი და გირაოს სანაცვლოდ, როგორც მოსამართლემ გირაო აიღო, ფული აიღო და შენ რაღაც 200 ლარის სანაცვლოდ თუ იმის სანაცვლოდ რომ სამსახური გაქვს და ხელბასი გაქვს, შენ ამაზე გაჩუმდები, შენ თანამონაწილე ხარ ყველა იმ გაყიდვისა და უბედურების და იმ ცოდვის, რასაც უმაღლეს ხელისუფალი იღებს. ხო, აი ეს ერთი. მეორე კიდე იქ იყო ადამიანები ის მკვლელობა რომ მოხდა. კარგად ხედავთ რომ ადამიანი კვდება და კაციშვილმა ზედარ შეხედა და საშინელებაა ხო ერთი რაც იქ მოხდა რაც იმათ ჩაიდინა და რა ტრაგედია და მეორე უბედურება კიდე კაციშვილმა არ შეხედა ზედ და ვითომ ეს მათ არ ეხებოდათ აი ხალხო სადა ვართ რა გადარჩენა ამ სამყაროს საერთოდ მე ვფიქრობ რომ ნამდვილად აღარ უწერია დიდი გაგრძელება იმიტომ რომ უფალი მოვა თავის დიდებით იმიტომ რომ ადამიანებმა სიყვარული დაუკარგეთ თანაგრძნობის უნარი დაუკარგეთ არ გვაინტერესებს მიწა და წინაპართა ის კი არა კაცო გვერდზე მოუკლეს ადამიანის სიცხლად იცლება არტერიაში სის დანა დაარტყა ვიღაცა ეშმაკეულმა გვერდზე უსხედან და არც მიხედეს წარმოვიდგინეთ ნუ ხა ესენი ქართველები არიან მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხო ერთ დროს ცხოვრობთ ხო ერთი საზოგადოება რომელსაც ეს სამყარო ქვია ხო და ცივილიზებულად თუ რაღაც დემოკრატიული სამყაროს ცენტრად ხო ითვლება ამერიკა რა კაციშვილმა ზედ არ შეხედა ეს არის საშინელება აი გულის შემძრავი გულის გამხედი რომ სად ვართ რა ხდება ხალხო წარმოიდგინეთ როგორც სრულღირებული დემოკრატია კი არა დემონტკრატია არის ეშმაკების მართლობა ეს სრულიად ტყის მნიშვნელობით შენ გვერდზე ადამიანი კვდება და არ გადარდებს საერთოდ ის გააგრძელა ჩავიდნენ ადამიანი დააგდეს ნუ მე არ მესმის აი შენ შემძრა მაგ ფაქტმა რასაც ქვია საწყალი ეს გოგო აცხონოს უფალმა და მერთმა ჩაიხუტოს რასაც ქვია და ის ხო არის შეპყრობილი და ის ხო არის ცოდვა და საშინელება ჩაიდინა ვინც ეს მოკლა მაგრამ მე ვფიქრობ რომ არანაკლებ შეპყრობილები არანაკლებ დამნაშავეები მეტად თუ არ არიან ისინი ვინც იჯდნენ და არ მიეხმარნენ ამ გოგოს ის მოსამართლე ვინც ეგ გამოუშვა და მე მინდა რომ თვითონ თქვენთაგანმა ჩაიხედოთ თქვენს გულებში თქვენ ხო არ ხართ ესეთები და მე არ მინდა რომ თქვენში და ჩვენში ესეთები იყვნენ და აუცილებლად უნდა იმოქმედო არ ჩაერიო კი ადამიანი კვდება და ზედარ მიხედეს აი ძაღლი რო ყოფილიყო იქ ხო აუ იქ ამბავი ატყდებოდა ძაღლისთვის რო ესროლა მთელი ვაგონი დაემხობოდა ალბათ მაგრამ ადამიანი იყო ძაღლი ხო არა რა აი სადამდე დავეცით ჩემო კარგებო და იგივე სიტყვი ხა იმ ჩარლი კლარკზეც ისიც ნუ ვიღაც ნუ ფაშისტი იყო ვიღაცა უბედური ისიც ან შეპყრობილი თუ რაჯანდაბა არ ვიცი მე თუ გიჟი იყო თუ გამიჯნული მკვლელობა იყო ნუ რაც მოხდა ადამიანი მოკლეს საშინელება მოხდა დაობლდა შვილები ცოლი დაქვრიდა და ნუ მაგ კუთხით პოლიტიკური კუთხით მაგის განხილვას არ დავიწყებ მაგრამ ეხლა ერთ რაღაცას გავამახვილებ ყურადღებას კიდე ანუ ორივე შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების წევრები არიან ადამიანებს ქვია ცივილიზებულები და უხარიათ და გაუხარდათ როგორ შეიძლება ადამიანის სიკვდილი გაგიხარდეს მტერსაც კი ხალხო ქართველები გქვიათ ხო მტერსაც კი ალუდაქეთელაური მაინც არ წაგიკითხავთ თქვენ დალოცვილიშვილებო თქვენ დედა დალოცვილიშვილებო ვინც ესე აზროვნებთ
ის თუმარია დღეს ჩემი თუნ ზღვა ემართო სისხლისაო და მერე უბნებიან შენი ძმა მოკლაო და კაცი მაინც მას პინძლობს მაინც იმიტომ რომ რაღაც ადამიანური აქვს და მერე რო კვდება კიდე იმისი მტრის სიკუცხედარს ტირის იმის ცოლი კაცო მტრის პატივისცემა ვეფხვი და მოყმე არ წაგეკითხავთ ხალ ხო იმის შვილის სატირლად წავიდა კაცო ისეცო ვაშკაცი იყო გესმით რა ხდება ანუ მტრის სიკვდილსა ტიროდნენ ჩვენი წინაპრები და რა დაგემართათ რას დაემსგავსეთ რას დაგამსგავსათ იმ აბელასე თურმაო მართლა იმისი არ იყოს ფულისა და რაღაცა უბედურების გამო ადამიანობის სახი რატო დაკარგეთ ხალხო თქვენ ხართ ჩვეულებრივი დამნაშავეები ხართ ვინც ესე ფიქრობ და აზროვნებთ რომ ადამიანის სიკვდილი გიხარიათ მნიშვნელობა არ აქვს ის უკრაინელი მოკვდა თუ ის ჩარლი კლარკი რესპუბლიკელი იყო თუ დემოკრატი იყო სიკვდილი უნდა გაწუხებდეს შეგაწუხოს და გულის ტკივილი გამოთქვა და უნდა თქვა რომ ეს საშინელება მოხდა და ცუდი რაღაცა მოხდა და ადამიანები არიან მე ვკითხულობ აქ პოსტებს სოციალურ სივრცეში რომლებიც ამბობენ რომ რა კაი რამე მოხდა და აღარ მინდა გავიმეორო და ჩაძაღლდა და კიდე 1000 რაღაცა უბედურებები და თუნდაც იმ გოგოზე ვიღაცა ისე ფიქრობს და უკრაინელი იყო და რაღაცა და ეს არის საშინელება ეს ჩათვალე ესე თუ ფიქრობ შენ ქრისტესთან არაფერი საერთო არ აქვს არც სიმართლესთან არაფერი საერთო არ აქვს და საერთოდ შენზე როგორ უნდა ვილოცოთ ან შენ როგორ უნდა ილოცო ღმერთთან როგორ უნდა მიხვიდე როცა სიკვდილი გიხარია წეგანაც გითხარით მტრის სიკვდილზე ტიროდნენ და მტერს პასუხს სცემდნენ კაცო ჩვენი წინაპრები და ხვდებოდნენ და ხმალდახმალ მიდიოდნენ კლავდნენ მაგრამ მტერსაც იმ ვაშკაც მარხავდნენ და სინანულის ცრემლი ჩამოსდიოდათ რომ რა ვაშკაცურად იბრძოდაო და თქვენ რა დაგემართათ ხალხო რა გიხარიათ ხო რა უბედურება გჭირთ სადა ვართ რა ქრისტიანობაზე რა სიმართლეზე რა ბედნიერებაზე ვლაპარაკობთ ხო მე რჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენ აი იმ პირველი მიდან არ განვითარებულართ საერთოდ და შთაბეჭდილება კი არ რჩება ესე არის ანუ ისევ იქ სადღაც ქვისხანაში ვართ უბრალოდ ვისწავლეთ კარგად ჩაცმა ცოტა მეტის ჭამა ცოტა რაღაც სახლების კარგად გაკეთება დანარჩენი იდეოლოგიურად იქ ვართ უბროჭაობში ვართ არც ქრისტესთან არაფერი საერთო არ აქვს ჩვენ ვინც ესე ფიქრობთ და ვინც ესე ვაზრობთ პალესტინაში ხდება გენოციდი ადამიანების 100,000-ობით ბაოშვი ჩაიხოცა. როგორ შეიძლება ეს გამართლო? როგორ შეიძლება ამაზე მსოფლიო საზოგადოება ხმას არ იღებდეს? და ვიღაცები ამაზე ხმას არ იღებენ კი არა უხარიათ და ისრაელს გამომორჯოსო ყვირიან არა და ისიც არ იციან რომ იქ პალესტინელები მართლმადიდებლები იხოცებიან. ანუ საშინელება ხდება. მე მინდა რატომ უყევი და რატო ჩავწერე ეს ვიდეო რომ ვინც ესე ფიქრობთ და ვინც ახლა ამას ნახავთ შენ თუ ესე ფიქრობ რაღაცა შენი თავის სტიგმატიზირება კი არ გააკეთო დაფიქრდი და ესე აღარ იფიქრო. იმიტომ რომ ეს არ არის არც ადამიანური, არც ქრისტიანული, წადი შეინანი ახსარება თქვი და უთხარი მოძღვარს რომ იცი ჩემ თავში რაღაცა ეგეთი დავინახე რომ მე გამიხარდა აგე ვიღაცა იმ ჩარლი კლარკის სიკვდილი. შეიძლება რაღაცებს თუ მართალს იძახდა რაღაცას არ იძახდა მნიშვნელობა არ აქვს ეთანხმებოდი თუ არ ეთანხმებოდი წადი ახსარება უთხარი მოძღვარს რომ გაგიხარდა იმ უკრაინელი გოგოს სიკვდილი აი ეგეთი რაღაცა თუ შენში არის ჩათვალე რომ ჭაობში ხარ პირდაპირ გეუბნები ჯოჯოხეთის ცეცხლში ხარ უკვე სანამ ცოცხალი ხარ იმიტომ რომ იდეოლოგიურად სულით ხორცამდე ხარ ეშმაკის გზაზე და შენ თავისთავად როცა უგულისხმობა გაქვს როცა გულქობა გაქვს ხო შენ გვერდზე რომ ადამიანი მოკლან იგივეს გააკეთებ არჩენ არ შეხედავზე და ანუ ჯოჯოხეთიო და ღმერთის ჯისო ღმერთი კი არ ჯის ხალხო თქვენ უკვე ვინც ესე ფიქრობთ თქვენ თვითონ ჯოჯოხეთში ამყოფებთ თქვენ თავს თქვენივე საკუთარი პირადი ნებით გესმის ანუ ის ადამიანი ვინც მოკლა ვინც ეს გაამართლა და გამოუშვა პირობითით ფულის გამო ის ადამიანები ვინც ისხდნენ და არ იმოქმედეს გვერდზე რომ ადამიანი მოუკლეს ყველანი არიან ჯოჯოხეთის გზაზე თავისივე ნებით ანუ ღმერთი კი არ გაუშვებს იმათ ჯოჯოხეთში ხო თავისივე ნებით მიდიან იქ და როდესაც ხედავ აი შენ ჯოჯოხეთის გზასად გახარ როდესაც ხედავ რომ ზუსტად შენი წინაპარი რომ სისხლით ეწირებოდა და შენს მიწას იმიტომ რომ დღეს ყოფილიყავი და ქართველი გერქმეოდა იცავდა მაგრამ შენ ამას აღარ იცავ და ყიდი ამას უგულისხმო ხარ, უგულისხმობა, გულცივობა გჭირს, შენი ძმის მიმართ, გაჭირებულის მიმართ, შენ ჯოჯოხეთის გზასად გახარ და შემოტრიალდი აქეთკენ შემოტრიალდი ღმერთისკენ სინანული გაგაჩნდეს ადამიანო. სინანული გაგაჩნდეს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გადარჩები.
ღმერთი გვიშველისო, ღმერთი ვერ გიშველის და არ გიშველის, იმიტომ რომ ღმერთი არის მოწყალე, მაგრამ არის სამართლიანი. ღმერთი უსამართლო არ არის. ღმერთი იმოსამართლეს რანაირად უშველის, ვინც ის 14 გზის მსჯავრდებული შეიწყალა, რომელმაც ახალგაზრდა გოგოს სიკვდილზე საშინელი სიკვდილით აღასრულა. არ უშველის, იმიტომ რომ ღმერთი არის სამართლიანი. ღმერთი არც იმათ არ უშველის. იმიტომ რომ ადამიანი მოუკლეს გვერდზე და არ იმოქმედეს, არ დაეხმარნე. ხელი რო დაეფარებინა ერთს ხო შეიძლება ის გადარჩენილიყო, ხო? არც იმათ არ უშველის ღმერთი, ვინც ხედავენ, რომ წინაპრების მორწყულ, სისხლით მორწყულ მიწას ყიდიან და ხმას არიღებენ და სირაქლემას პოზიციაში არიან. გესმით? აი ამ ყველაფრისგან თუ არ გამოსწოდით, არაფერი არ იქნება, ჩვენ არაფერი საშუალო არ გვექნება. აბორტებზე თუ არის არ ვთქვით. ჩვენი საკუთარი ხელით 50-დან 100.000-მდე ჩვილი ყრმა წყდება დედის მუცელში. ღმერთმა რანაირად უნდა გვიშველოს ამიხსენით. ანუ ჩვენ თუ არ შევიცვალეთ, არაფერი არ იქნება. და თუ შევიცვალეთ, ყველაფერი სიკეთით იქნება და აუცილებლად ღმერთი შეგვეწევა და ღმერთი წყალობას არ მოგვაკლებს თითოეულ ჩვენთაგანს. ჩვენი ხსნა არის ჩვენს ხელში, აი ამის თქმა მინდოდა და გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ აი ესეთი უგულისხმობისაგან, გულციობისაგან გავთავისუფლდეთ, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ადრეს ვთქვი და ეხლაც მითქვია, 1000 გაჭირვებული არის ჩვენს გვერდზე, ჩვენი თანამოძმეები, სულ აი ნაგვისურნებიდან ჭამენ. საშინელებები ხდება. ნუ მთავრობას კაი თავი დავანებოთ. ცალკე უბედურება არის, მაგრამ ის მთავრობას ჩვენიდან გამოვიდა. და ფულებს ურიცხავენ ვიღაცა იმას რა გვია. TikTok-ზე რაღაცა თუ Facebook-ზე რაღაც გამოდიან, გამოიტლინკება, არც მღერის, არც ეკოს, არც არაფერი. და ის აინტერესებთ, იმ შოუებით არსებობენ. და მართლა გაჭირვებულები, ვინც არიან, მართლა ობლები, ქრივები, უპატრონოები, ვისაც გააქვთ სურვილი მომწერე და გაჩვენებ, პირადად მიგიყვანთ თუ ჩემი არ გჯერათ. მართლა ვინც გაჭირვებულები არიან, ხო? იქ კაპიკის ჩამრიცხები არ არიან და თეთრის გაღება არ უნდა. ეგ არის უგულისხმობა, უგულობა, გულციობა, რომელსაც ღმერთი არ გვაპატიებს კი არა. ჩვენ თვითონ აი ამის გამო მივდივართ ჯოჯოხეთისკენ და ღმერთს ძალიანაც უნდა და ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ გადაგვარჩენს. თუ უგულისხმობისგან, გულციობისგან თუ არ გავთავისუფლდით. აი ეს არის ჩემი სათხოვარი და ჩემი როგორ თქვა გულის ტკივილი, რაც თქვი, რომ არ შეიძლება რომ ვინმე სიკვდილი უსურო, არ შეიძლება რომ ვინმე სიკვდილი გაგიხარდეს. შეიძლება ადამიანი გემტერებოდა და ემტერებოდი, მაგრამ ბიჭო გარდაიცვალა და ადამიანი რო ხარ, რაღაცა შენდობა და ადევნე, ღმერთო შეუნდე აპატიო, გარდაიცვალა, ხო? და შენ იმაზე რო დგეხარ და ამბობ რომ ასე რო თქვათ, კარგიაო და ტაშს უკრავ, შენ ადამიანობისგან ყოვლად დაცლილი ხარ. დამნაშავე ხარ პოტენციური. ამერიკაში ტრამპმა მიიღო, მე მგონი კანონი თუ არ ვიცი ზუსტად, სხვათა შორის სოციალურ სივრცეებში თუ კი ვინმეს ნახავდნენ ესეც და ესეთი ინფორმაციები თუ დაიდო, რომ ვინც ამას ამართლებდა და ესეთ მკვლელობას უხაროდათ, სამსახურებიდან გამოუშვეს და არ ვიცი რაღაცა ჯარიმები თუ საჯელი და მე მივესალმები აქაც რო იყოს, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები არიან პოტენციური მკვლელები, ყველანი. როდესაც მორალი არ მუშაობს, როდესაც ზნეობა არ მუშაობს, იქ კანონმა უნდა იმუშაოს აუცილებლად. და სადაც ესეთი უზნეობა არის და უკანონობა არის, იქ ვაქხანალია და უბედურება ხდება, ხო? ასე რომ ხალხო ნუ დაგავიწყდეთ და ნუ გავიწყდება, რომ ადამიანები ვართ და მოგიწოდებთ, რომ გულისხმიერებისკენ არავის სიკვდილი არ გაგვიხარდეს, არავის არც ერთი ადამიანის, თუნდაც იმ ჩვენი მტრისა, ხო? მტერი თუ და მოვიდეთ და გვემტერება, კი ბატონო, ვებრძოლოთ და პასუხის გავცეთ და ესე იქცეოდა თქო ჩვენ წინაპარი, მაგრამ რომ მოკვდა, გარდაიცვალა, ხო? ბიჭო შეგენანოს ის მაის ადამიანია, ღვთისხატია და ბოროტის მოქმედებით რაღაცა უბედურებაში, შენთან წინააღმდეგობაში მოვიდა. აი ეს არის სწორი და ეს არის ქრისტიანული და ეს არის მართალი. და მერთმა შეგვაძლებინოს ამ გზით სიარული, აი ხვალ წირვა არის და საეკლესიო ინდიქტიონი ახალი წელია და გილოცავთ ყველას ღმერთმა წელი სიკეთისა, სიხარულისა მოგმადლოს,
ხვავისა, ბარაქისა და დოვლათისა პირველ რიგში სულიერებისა, ხო? აი ხვალ კვირა არის და კვირას ტაძრისკენ მოგიწოდოთ თითოეულ თქვენთანაც მობძანდით, ტაძარში მიდით, აუცილებლად ლოცვა თქვით, აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ, ყველანი ცოდვილები ვართ, ჩემი თამადობით, მე ყველაზე ცოდვილი ვარ. და მრავალი ცოდვა მაქვს და მეც ვამბობ აღსარებას და მე ყველამ უნდა ვთქვათ აღსარება, ყველანი უნდა მივიდეთ მოძღვართან. ეკლესიის გარეშე ხსნა არ არის, გადარჩენა არ არის, აუცილებლად. და ვიღაცები ამბობენ კიდე ასევე, რომ აი ტაძარში იმიტომ არ დავდივარ, რომ საქმე მაქვს და ბიბლიაში წერია ესეთი რაღაცა რა. პირდაპირ გეტყვით ხა ვინც საქმის გამო ტაძარში არ დადიხართ და აი ამ ეს უგულისხმობა რაც წეგამ თქვი ადამიანების მიმართ ღმერთის მიმართაცა გაქვთ რა. ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ტაძარში ვივიდეთ და მადლიერება გამოვხატოთ ღმერთისადმი იმის გამო რასაც გვაძლევს და აი რა წერია ძველ აღთქმაში ზუსტად მუხლები არ მახსოვს, მაგრამ შინაარს გეტყვით რა. თქვენო თუო ჩემ შაბათებს დაიცავთო, თქვენ იცით კარგად რომ 6 დღეში ღმერთმა შექმნა სამყარო და მოიხსენია დღე იგი შაბათი და წმინდა ხო იგი დღე მეშვიდე შაბათი იყო და ვალდებულება დაედო ადამიანს რომ მეშვიდე დღეს უნდა დაესვენა და ფიზიკური მატერიალური საქმისაგან და უფლისათვის ემსახურა, კეთილი საქმე ეკეთებინა, ღვთისმსახურებაში ყოფილიყო, ხო? და ჩვენთვის უკვე ქრისტიანებისთვის ეს დღე მეშვიდე არის კვირა, აღდგომა უპირატესია და ყველა ქრისტიანი ვალდებულია. იმიტომ რომ ქრისტემ ისეთი რაღაც გააკეთა შენი გულისთვის ჯოჯოხეთში ჩავიდა, რომ შენ აუცილებლად უნდა მივხვიდე და მადლიერება ქრისტესადმი ამით გამოხატო და შენ ამბობ რომ არ მცალიაო. გესმით? და ეს საშინელება არის. და რა წერია ბიბლიაში უყურეთ? თუო ჩემ დღესო დაიცავთო, თუ ჩემ შაბათებს და ჩემს ჯულს დაიცავთო, უფალი ამბობს ვინც ამ მატერიალურის გამო არ დადიხართ ტაძარში. თქვენო იმდენ მოსავალს მოგცემთო, ხვავი, ბარაქა და დოვლათი არ მოგაკლდებათო, რომ თქვენი პირველი სართული კი არა, მეორე სართულებზე ვერ დატევთო. თქვენი ბეღლები გადაივსებაო. ნუ ნერვიულობთო მაგაზე, ანუ ის ერთი დღე ნუგენანება ღმერთისთვის, გესმით? ღმერთის წყალობას არ მოგაკლებთ. და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთო, პირდაპირ წერია, ისე დღეში ჩავარდებითო, რომ კედელზე მიმშარდავი არ გეყოლებათო. ეს წერია ბიბლიაში. ანუ რო გამოდიხართ ხოლმე კიდე და მრავალი ადამიანი კიდე ცალკე ბოდვა, ღმერთი უპირობო სიყვარულია, ღმერთი ყველაფერს პატიობს. ეს არის სისულელე, პირდაპირ გეტყვით, არსად არ წერია ეგა. ღმერთი უპირობო სიყვარული არ არის. ყოველთვის დაიმახსოვროთ, ვინც ამას ამბობს, ის ბოდავს. პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენ შეგვიყვარა უზომო, განუზომელი სიყვარულისა და გამო და ჩვენი გულისთვის ღმერთი მოვიდა 1000 ტანჯვა, წამება, უბედურება, შეურაცხყოფა, დამცირება, იგემა ჯვარზე ავიდა და გითხრა, შენს თუ გინდა ცხონება, ღმერთს არ უთქვია, რომ იყავი და მაინც ცხონდები. არ ყოფილა ეგრე. შენს გაიარე ეს გზა და შენს ცხონდები. მოითმინე, მიუტევე და მოგეტევება. ღმერთს არ უთქვია, არ მიეტევო. ანუ პირობაა უკვე რაღაცა, რომ თუ გინდა მოტევება, უნდა შენს მიუტევო. თუ გინდა რომ ღმერთმა წყალობა მოგცეს, შენც უნდა გაიღო წყალობა. აი ეს არის პირობა ქვია ამას. და ეს არის ბოდვა თქო, რომ ღმერთი ყველაფერს პატიობს და არავის არაფერი ესე არ ეპატიება. ღმერთი გულმოწყალეა, მაგრამ არის სამართლიანი. აუცილებლად ეს გულისხმა ხავით, რომ და გაიგეთ, რომ არც ერთ შემთხვევაში უპირობო არ არსებობს არაფერი. თქვენი მოქმედებაა საჭირო. გამოხსნის პროცესში აუცილებელი არის ჩვენი ჩართულობა. გამოხსნა, განღრთობის პროცესში არის ჩვენი ჩართულობა აუცილებლად. ამიტომ შენ თუ ტაძარში არ მიხვედი, მრავალი ადამიანი წერს, რეკავს, რა ვიცი. მამაო ცუდათა ვარ, ესე ვარ, ისე ვარ. მე ვერაფერს ვერ გიშველი, შენ თუ ტაძარში არ მიხვედი. შენ თუ ლოცვა არ დაიწყე, შენ თუ მარხვა არ დაიწყე, შენ თუ შენ თავზე არ იმუშავე, შენ თუ შენი თავიდან ეს უგულისხმობა, გულციობა, გულძვირობა, ბოღმა, ღვარძლი არ განაგდე, ვერაფერს ვერ გიშველის, ღმერთიც ვერ გიშველის, შენ თუ შენ თავზე მუშაობა, განხრთობის პროცესი არ დაიწყე და აქედან გამომდინარე მე აღარ მიკვირს უკვე ის, იმიტომ რომ საზოგადოება დაშორდა ღმერთს, დაშორდა უფალს, ქრისტეს დაშორდა და გულში სიყვარული არ არის, გულში სიცივეა და აქედან გამომდინარე აღარც სიმართლეა, აღარც სითბო და სიყვარული აღარ არის და აქედან გამომდინარეა ზუსტად რომ გვერდზე კაცს უკლავენ და არაფერში არ მოქმედებს, ვიღაცა მოკლეს და ამართლებს, ძაღლი რომ მოკლეს ის უფრო სტკივა და იმაზე ქვეყანას დაამხობს, სამშობლოს უყიდიან და არაფერში არ აინტერესებს. მე რა მოხდა? თავარია ხელფასი აიღოს და სახში შვილებს რაღაცა მიუტანოს და პალტო და ქურქი იყიდოს. აი ეს მოდის ყველაფერი უგულისხმობიდან
და გულცივობიდან ღმერთმა დაგვიფაროს გულცივობისაგან, ღმერთმა ჩვენი სულები და გულები აღავსოს სიყვარულით, სითბოთი, აღავსოს ნუგეშით, ერთმანეთს ნუგეში უთხარით, ერთმანეთს სიყვარული მივცეთ ხალხო. შეიძლება ერთი სიტყვა უთხრა ვიღაცას იქ მჯდომთაგან იმ გოგოსთვის, რო ეთქვა, რომ ნუგეშინია, გადარჩები, ხელი დაეფარებინა, შეიძლება ეს გოგო დღეს ცოცხალი ყოფილიყო. პირდაპირ გეუბნებით. და ასევე ვინც აი ესე ფიქრობთ კიდე როგორც გითხარით რომ ვიღაცის სიკვდილი გიხარია თქვენ არ ხართ ქრისტეს გზაზე ადამიანობის გზაზე არ ხართ ჯოჯოხეთის გზას ადგახართ და შეინანეთ და სიკეთისკენ მოტრიალდით საეკლესიო ახალი წელია თქო გითხარით ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაკურთხოთ ღმერთმა აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა თავისი სიტყვებით და მოგმადლოთ მშვიდობა სიკეთე სიხარული გულისხმიერება, რომ ერთმანეთისადმიც გულის სითბოთი ქონდეს ავსებული ღვთისადმიც და ჩვენი ქვეყნისადმიც. ტკიოდეს. პოლიტიკაში არ ჩაერიოდა, არ ჩაერიო კი არა, ჩაერიე. იმიტომ რომ პოლიტიკა პოლის მოქალაქეობას ნიშნავს და ჩვენ ვართ სასუფეველის მოქალაქეები და რაც ერთს ეხება, ის ყველას ეხება და რაც ყველას ეხება, ის ერთს ეხება. და სასუფეველში მოხვედრას რაც ხელს უშლის, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი ვიმოქმედოთ და აუცილებლად ყველანაირად ვეცადოთ რომ იმ გზაზე ხელი არავინ და ვერავინ და ვერაფერმა ვერ შეგვიშალოს აუცილებლად და ის ჩვენი წინაპრები სასუფეველის მოქალაქეები იყვნენ რომლებმაც სისხლი დაათხიეს თავისი წმინდა სისხლი აი ამ მიწისთვის და თუ არ იყო მნიშვნელოვანი და თუ ეს მნიშვნელოვანი არ იყო არ დაათხიოდნენ და მაშინ ისინიც ესე გაყიდიდნენ იმ არაბებზე თუ 1000 მომხდურზე და რავი, მაშინ გვეცხოვრა და გვერქმეოდა არაბისტანი თუ რაღაცა ჯანდაბისტანი, ხო? მაგრამ დღეს ჩვენ ქართველები რო ქვია, ეს ზუსტად იმის დამსახურება, ჩვენი წინაპრების დამსახურება არის, რომ გულისხმიერებითა და სიყვარულითა და სიხარულით ქონათ, სავსე სიკვდილზე სიხარულით მიდიოდნენ, რომ დღეს შენ ქართველი გრქმეოდა და საქართველოში ყოფილიყავი და ქრისტიანი ყოფილიყავი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, მადლობა უფალს იმ განვლილი წლისთვის, რაც იყო და ღმერთმა წელის სიკეთის და სიხარულის ნუგეშის მოგმადლოს თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ ჩვენთაგანს ნუგეშთა და სიყვარულით აივსოს ჩვენი გულები ერთმანეთის მიმართ, ყველას გვტკიოდეს ერთმანეთის ტკივილი, ყველას გვიხაროდეს ერთმანეთის სიხარული და ჩვენი ქვეყანა დავიცვათ კიდე უღმერთობისგან, უჯულოების შემოსევისაგან, არ მივცეთ უფლება, რომ დაიწყებთ ხოლმე რა გავაკეთო და აჯანყებებისა და გადატრიალებისგან თავისთავად შორს ვარ და თავი უნდა შევიკავოთ, მშვიდობიანი გზით უნდა და არჩევნების გზით უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების, უღმერთო ხელისუფლების ცვლილება. აი უნდა გააკეთო, ყველა უნდა მივიდეს და ღმერთის მადლით ჩვენს ქვეყანაში არიან ის ადამიანები, კონსერვატიული პარტია, ბიჭები, რომელიც სამების მადლით, სამების წყალობითა და შეწევნით ადგანან იმ გზას, რომელიც გზაც არის ჩვენი წინაპრების გზა, ქართული იდენტობის, საქართველოს გადარჩენის და ქრისტიანობის გადარჩენის გზა ქვია მაგ გზას. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ და წარმატებისა და გამარჯვების გზა მოგმადლოთ თითოეულ თქვენთაგანს, ყველა ერთად, ყველა ქრისტეში, ყველა ქრისტესთან და ყველა ქრისტესთვის ხვალ ტაძარში, წირვაზე, ქრისტეს გარეშე დამიჯერეთ, რომ ჩვენ რამდენიც არ გინდა ვილაპარაკოთ, არაფერი ფასი არ იქნება ჩვენ ლაპარაკს. ასე რომ ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, კეთილი საქმე და ჩვენი სულები სიყვარული და სიხარულით აღივსოს ერთმანეთის ჭირისათულ ხინისადმი და სამშობლოს ტკივილი და ერთმანეთის ტკივილი გვტკიოდეს და გვიხაროდეს თუ გინდა რომ გადავრჩეთ. ერთმა დაგლოცოთ და გადაგარჩინოთ და ცხონობის გზით გატაროთ, გაიხარეთ.